გინდა ვიდეო გადაიღო და არ იცი რაზე ისაუბრო და იდეები საერთოდ არ მოგდის თავში? მაშინ ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურე. დღეს გაგიზიარებ ერთ-ერთ ძალიან მაგარ საიტს, ხელოვნური ინტელექტია, TurboScribe ქვია, რომელიც ვიდეოდან იღებს ტექსტს და ეგ ტექსტი მე რა შეგიძლია ჩააკოპირო ChatGPT-ში, Claude-ში და შენ სფეროს მოარგო, ან შენ სიტუაციას მოარგო, შეგიძლია YouTube ვიდეო აიღო და გადააქციო Reels-ად, მაგალითად, თუ ხარ სტომატოლოგი, თუ ხარ ბუღალტერი, თუ ხარ ფსიქოლოგი, ავეჯი სპეციალისტი მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი რო არ ვისაუბრო, გაჩვენებ ახლა როგორ კეთდება და ამ ვიდეოს შემდეგ აღარასდროს გექნება იდეების დეფიციტი, დარწმუნებული ვარ ამაში. სანამ გადავალ TurboScribe-ზე, მაგალითად, მე ვარ გაყიდვებში და მარკეტინგში. ესაა ჩემი ნიშა. ვისწნობ ესე ძალიან მაგარ ტიპს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე იგივეს აკეთებს. ნუ კიდე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, ვინც იგივეს აკეთებს ამერიკულ ბაზარზე, მაგრამ მოდი რავი აბუალა ვიღოთ, დავაკვირდეთ მის ვიდეოებს, რა შემიძლია მისგან ავიღო. მაგალითად, ნორმალურია თუ არავინ უყურებს შენს ვიდეოებს. ავიღოთ ეს ვიდეო. Today I'm going to talk about 10 წუთი და 25 წამი watcher shares ვაკოპირებ. მერე გადავდივარ YouTube თუ MP3, იმიტომ რომ TurboScribe-ის ტექსტი თუ გინდა აიღო, ჯერ უნდა მიაწოდო მას MP3 ვერსია. MP3 ვერსია აკეთდება ამ საიტიდან, ჩასვა მაგ ლინკს. მაგალითად, თუ ეს არის 10 წუთიანი YouTube ვიდეო, ეხლა გასწავლით როგორ შეგეძლია შეამოკლოთ, რომ მაქსიმუმ 3 წუთამდე შეამციროთ და გადაიღოთ ვერტიკალური მოკლე Reels-ი. რადგანაც გაჭედა, თავი ნაცადოთ. Complete. Watcher downloads. Why it's okay that nobody watching your videos? Desktop-ზე იყოს, მე გადავდივარ TurboScribe-ში, TurboScribe-ი, მეგობრებო, არ არის უფასო. უფასოა რამდენიმე სკრიპტის გაკეთება, მე ხდება ფასიანი, მაგრამ ყველანაირად გიღირთ ეგ თანხა, რა ღირს, ნახოთ, $20 თვეში. აი, 50-იც რო ღირდეს და 60-იც მაინც გადავიხდიდი ამ ფულს. ანუ ისეთ საქმეს აკეთებს. Transcribe files, ვამატებ აქედან ამ MP3-ს, რომელიც გადმოვწერეთ. გადავდივარ desktop-ი, TurboScribe-ის სკრიპტები მაქვს ცალკე, როგორც ხედავთ. Why it's okay that nobody watching your videos. Open. Georgian არ გირჩევ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი ჩაყლაპოს სიტყვა, ამიტომაც ინგლისური US-ი დააყენე. აქ whale, transcribe. დაველოდოთ. mails-ს მოგივა რომ შენი ვიდეო და subscribe-და. მანამდე შეგიძლია სხვა რაღაცების აკეთო, ამაზე არ ჩაიციკლო, მაგრამ შეგიძლია ესე გახსნილი იყოს, მე დროს გადავახვევ ამ ვიდეოში. მორჩა, გადავდივარ სკრიპტზე, ანუ მთელი ტექსტი აქ დაწერა, რასაც ამბობს, რავი აბუვალა ამ ვიდეოში. მერე watcher download text, ამასაც ამავე ფოლდერში ვიმახსოვრებ. მერე გადავდივარ ან Claude-ში, ან ChatGPT-ში, რომელიც გაწყობს, იყოს Claude-ი ჩემ შემთხვევაში. Watcher plus add files. ჩამოვდივართ და ვიპოვოთ ტექსტი. აი, MP3 არა, ტექსტი. ტექსტს კითხულობს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, ისეთ როგორც არის Claude და ChatGPT. MP3 რო კითხულობდეს, Transcribe-ის საიტი საერთოდ არ დამჭირდებოდა, მაგიტომ მჭირდება Transcribe-ი, რომ გაატექსტოს ეს MP3. Open-ი და მივწეროთ. შექმენი ამ ტექსტისგან 2 წუთიანი Reels-ი მთავარი ინსაიტებით. და შეეცადე გამართული ქართულით დაწერო. აბა ნახოთ რა სიზამს. ხო, ცოტა არაგამართული ქართული დაწერა, ეხლაც, მაგრამ მივცეთ დრო.
ჰუკი ვიდეოს 50 ნახვა აქვს, ეს ნიშნავს რომ მარცხი ხარ? არა, ნიშნავს რომ სწორ კითხვას ჯერ არ სვამ. ნუ მოკლედ, მე შენით უნდა გააქართულო, თორე კატასტროფული ქართული აქვს დღემდე ყველა ხელოვნური ინტელექტი. ანუ უკვე ფილმებსაც ქმნის ხელოვნური ინტელექტი, უკვე იმდენი პროგრამირების ენა იცის, მაგრამ ქართული რით ვერ ისწავლა მე არ ვიცი. ნუ ყველაფერი წინ არის, რა თქმა უნდა, ისწავლის დროთა განმავლობაში, ჯერჯერობით გვაქვს ის რაც გვაქვს. აი, ესეც შენი ტექსტი. დააკოპირებ, მე ვსვამ ნოუთებში. და აქედან უკვე შეგიძლია შეცვალო ტექსტი, ახლა ამით არ დავკავდები აქ, მთავარი სპეციფიკა ავხსენი. ეგ შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სფეროში, მაგალითად, რავი, ინგლისურად how to თუ წონისკლების სფეროში ხარ, how to lose weight. რომელიმე ვიდეო შეგიძლია აიღო, იგივე გააკეთო, ოღონდ ანუ ცლიანად იგივე სიტყვებით ნუ იქნება. შეგიძლია, რა თქმა უნდა, შენებურათაც დაამატო რაღაცეები. Instagram-ზეც იგივე პრინციპია, მაგალითად Instagram-ზე თუ რაიმე Reels-ი მოგეწონა, შეგიძლია ეგ Reels-ი აიღო, copy link, Instagram თუ MP3-ს რატო ამბობ, MP3 და აქ ჩასვამ ამ MP3-ს დაადაუნლოუდებ, ის MP3, ნუ მოკლედ შეჩვეული ვარ, MP3 დაადაუნლოუდე, Reels-ი 25.219. მერე გადადიხარ TurboScribe-ში, transcribe files, Reels, თორსტები ეს იყო, კი. English-ი, Whale-ი, uploading-ი, transcribe-ი. Reels-იც გადმოწერა, Reels-ში შევდივარ, download text-ი 25.219, ხო? 25.219. მოდი ეს ახალი ჩატი შევქმნათ აქ. New chat. Add files. Reels-ი ტექსტი 25.219. მოდი ინგლისურად დავწერ, make this script for 1 minute reel. And add some free value. ანუ ერთ წუთამდე Reels-ი შექმნი ამ სკრიპტისგან და დაამატე უფასო სარგებელი. ჰუკი, ყველა მეკითხება, რატომ მუშაობ ასე ბევრს? ხომ გაქვს ისედაც ყველაფერი? იმიტომ რომ ფული ჩემთვის არ არის მიზანი, ფული არის საზომი, რამდენად გავიზარდე. როდესაც ვნახავ ახალ შემოსავლის მიზანს, ვიცი იმ მიზნამდე მისასვლელად სხვა ადამიანი უნდა გავხდე. ჩვეულებები უნდა მოვკლა, ანუ ჩვევები, უფრო დისციპლინირებული, უფრო თანმიმდევრული უნდა გავხდე. ხო, გრამატიკა კატასტროფული აქვს, მთავარი არსი. მე დავიწყე ნულიდან, კარგად არ გამოდიოდა, შიში გქონდა, ეჭვები გქონდა, ახლა ჩემი კონტენტი ადამიანებს ეხმარება, ბიზნესები შენდება. უფასო სარგებელი რა დაამატება, free value. კონტენტი არ არის პოსტები, კონტენტი არის ნდობის დაგროვება. ყოველი ვიდეო, რომელსაც აკვეთნებ, ეს ინვესტიცია შენს ბრენდში. აქ სწორია, ხალხი ყიდულობს მათთან, ვისაც ენდობა, არა ყველაზე ლამაზ გვერდს. ანუ ხალხი ყიდულობს იმისგან, ვისაც ენდობა და ის არ ყიდულობს იმისგან, ვისაც უბრალოდ ლამაზი გვერდი აქვს, რომ გავაქართულოთ. ესეც Instagram-ის Reels-ი. ამიტომაც შენ სფეროში ეხლა ალგორითმი უფრო შენებურ კონტენტს გაჩვენებს, მათ ეგ კონტენტი შეგიძლია მოიპარო, შენებურად გადააკეთო, ხელოვნურ ინტელექტს თხოვო, რომ მოარგოს შენ სიტუაციას და ეგ არის შენი ულიმიტო სკრიპტები ცხოვრების ბოლომდე. გამოიყენე TurboScribe-ის ლინკს ჩავაგდებ აღწერაში, ამ ვიდეოს აღწერაში და ასევე YouTube-ის და Instagram-ის დაუნლოუდერებსაც.
თუ გინდა შენთან ინდივიდუალურად ვიმუშაო, როგორც კონტენტის დაგეგმვაზე, Facebook რეკლამაზე, თუ ალგორითმის შესწავლაზე მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ბიზნესშიც არ უნდა იყო, აღწერაში ჩემს Instagram-საც ნახავ, მანდ მომწერე პირადში და დანარჩენი უკვე მანდ გავაგრძელოთ.